წინა როდესაც დაიწყო ეს პროცესი, ჯერ კიდევ მაშინ რაც გარკვეული დემოკრატიის შირმა მქონდა ჩვენ თავმოყრა შენარჩუნებული. და მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, თუ რა მიზეზით დაიწყო ეს დევნა ჩემს წინააღმდეგ. რეალური მიზეზი ამ დევნის უკან არის რა თქმა უნდა პოლიტიკური და პირადი შურისძიება. პირადი შურისძიება და იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს, იმ დასაწყის დროს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომელისთვისაც დღეს უკვე მთელი ჩვენი მთავრობა, ძალიან ბევრი თქვენი კოლეგა და ძალიან ბევრი ამ პატრიცემული პროკურორის კოლეგა არის დასარწმუნებული. არ დარჩა არც ერთი ინსტიტუტი მართლა, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერინის საქმე, რომელშიც არ არის არც ერთი მტკიცებული, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება გარდა ივანიშვილის პირადი შრომისა. არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ჩემს წინააღმდეგ ამ საქმეში არ არის. შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითი არის. ამას დაემატა, როდესაც მე მართლა არ დამიტოვებია საქართველოს ამდენი ორი წლის მანძილზე თითქმის. ხოლო მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენ. დაგჭრილდავს ციხეში, რომ პირდაპირ იმერიშობა მას ეთმავა. ზუსტად ამ სიტყვის შემდეგ გადავწყვიტე მე ქვეყნის დატოვება და მომიწია დატოვება.